მოგესალმებით. სანამ დავიწყებდეთ მორიგი ამოცანის ამოხსნას, პირველ რიგში მინდა გთხოვოთ, რომ ჩემთვის მადლობის გადახდის ყველაზე კაი საუკეთესო საშუალება იქნება გააზიაროთ ჩემი ვიდეოები მათემატიკის შესახებ. გააზიარეთ და გაუზიარეთ ახლობლებს. ყველას, ვისაც ყავს პატარა ბავშვები, ვისაც მათემატიკა სჭირდება, ოჯახის წევრებს, ყველას დასჭირდება მათემატიკა, გააზიარეთ. მომდევნო ამოცანა ეხება ორი ნატურალური რიცხვის ნამრავლია მოცემული, ნატურალური რიცხვები ვიცით, თვლის შედეგად მიღებული რიცხვები 1, 2, 3 და ასე შემდეგ. ქვემოთ ჩამოთვლილი რიცხვებიდან, რომლის ტოლი არ შეიძლება იყოს ამ ორი რიცხვის საერთო ჯერადი. ჩამოვწერ მე ახლა აი ამ რიცხვებს. ორი რიცხვის საერთო ჯერადი ეწოდება იმ რიცხვს, რომელიც თითოეულ მათგანზე იყოფა. ასეთი ბევრი არსებობს, უსასრულოდ ბევრი. ხოლო ორი რიცხვის უმცირესი საერთო ჯერადი არის ამ საერთო ჯერადებიდან უმცირესი რიცხვი. ანუ ორი რიცხვის უმცირესი საერთო ჯერადი ეწოდება იმ უმცირეს რიცხვს, რომელიც თითოეულ რიცხვზე იყოფა ნაშთოდ. ესე იგი, ამოცანა არის ასეთი, ვთქვათ, MDN ნატურალური რიცხვებია და მათი ნამრავლი 298 და გვეკითხებიან, აი ამ რიცხვებიდან, რაც ქვემოთ არის ჩამოთვლილი, რომელი არ შეიძლება იყოს ამ ორი რიცხვის საერთო ჯერადი. ესე იგი, M-ისა და N-ის საერთო ჯერადი 27 შეიძლება იყოს, თუ არა 36, 48 და 86. ესე იგი, მოდი დავადგინოთ 288, რომელი ორი რიცხვის ნამრავლია. წარმოადგინოთ ყველა შესაძლო შემთხვევად. 288 დავშალოთ მარტივ მომრავლებად. მარტივი რიცხვებია ის რიცხვები, რომლებსაც მხოლოდ ორი გამყოფი აქვს, ერთი და თავის თავი. ლუწი იყოფა ორზე, ზეპირად გავყოთ, რომ თუ არ დავკარგოთ, ეს ლუწი, ორი გავყოთ 2-ზე 1, 8 გავყოთ 2-ზე 4, 8 გავყოთ 2-ზე 4. აუცილებლად უნდა გადავამოწმოთ. ქვეშმიწერით კი არ დავწერო და გადავამოწმოთ, არამედ გადავამოწმოთ 2 გავამრავლოთ 4-ზე 8, 2 გავამრავლოთ ამ 4-ზე 8, 2 × 1 2. კიდე გავყოთ 2-ზე 14, 2-ზე 7, 4, 2-ზე 2. აუცილებლად მექანიკურ შეცდომას დავუშვებთ გამოცდაზე 2. შემდეგი იყოს 36, 2-6, 12, 2-3, 6, 7. შემდეგი იყოს 18, 2-8, 16, 2-1, 2, 3. შემდეგი 2-ზე გავყოთ 9, 9 გავყოთ უკვე 3-ზე 3, 3 × 3, 9 და 3 გავყოთ 3-ზე 1. ესე იგი, მივიღეთ ჩვენ, რომ 288 ტოლია 1, 2, 3, 4, 5 ორიანის ნამრავლი 1, 2, 3, 4, 5 ორიანის ნამრავლი და 2, 3-იანი 1, 2, 3-яნის ნამრავლი უდრის ორი რიცხვის ნამრავლის სახით უნდა წარმოადგინოთ 288. მაგალითად, 2 გავამრავლოთ 2-ჯერ 154, 1 წარმოდგა. ტოლია ეხლა ორიანი ეს გავყოთ, ეს გავამრავლოთ. ერთ-ერთი თანამრავლი გავყოთ 2-ზე, მეორე გავამრავლოთ. იქნება 4-ჯერ 72, 4-ჯერ 72. 2-ჯერ 2, 4 და 154 გავამრავლეთ 2-ზე. უდრის. შემდეგი იქნება 8-ჯერ 36. 8-ჯერ 36. 4 გავამრავლეთ 2-ზე, 8 გავყოთ 2-ზე. შემდეგი იქნება შემდეგი იყოს 16-ჯერ 18.
16 გავამრავლოთ 18-ზე. ტოლია. შემდეგი არის 32 9-ზე და 96 3-ზე და ბოლოს იქნება, ბოლოს ჩავწეროთ 48 6-ზე. 48 6-ზე. აი ამ მით წარმოვადგინეთ. ეხლა დავადგინოთ გამოვრიცხოთ თითოეული სად შედის მაგალითად 24-ისა და რისი ნამრავლი არის 12-ის, ხო? აი ეს კიდევ ტოლი იყოს 24 გავამრავლოთ 12-ზე. პირობას შეგახსენებთ. ორი ჩამოთვლილია, რომლის ტოლი არ შეიძლება იყოს ამ რიცხვების საერთო ჯერადი. დავუშვათ ერთი რიცხვი 24-ია, მეორე 12. ამათი საერთო ჯერადი არის 24. 24 ჯერ 12 არის 288. გამოირიცხა პასუხი. შემდეგ მოდი ახლა ბოლოდან დავიწყოთ. გამორიცხვა. რატომ მიხვდებით შემდეგში? 96. როგორ შეიძლება 96 გავამრავლოთ 3-ზე. 96-ისა და 3-ის ნამრავლი არის 288 და 96 გავამრავლოთ 3-ზე. ამათი უმცირესი საერთო ჯერადი, ანუ ის რიცხვი, რომელიც 96-ზე იყოფა 3-ზე, გინდა უმცირესი და გინდა სხვა. თუ 96 თვითონ 96-ზე იყოფა და 3-ზეც იყოფა. 3-ზე იყოფა ის რიცხვი, რომელიც ციფრთა ჯამი იყოფა 3-ზე. 906 დავუმატოთ. 15 იყოფა 3-ზე. ესე იგი 96-იც გამოირიცხა. შემდეგ იყო 48 რაზე გავამრავლეთ. 48 რაზე უნდა გავამრავლოთ 6-ზე ალბათ. ხო. 48 გავამრავლოთ 6-ზე არის 288. თვითონ 48-ის ჯერადი, 48, 2-ჯერ 48, 3-ჯერ 48 და ასე შემდეგ. მაგრამ თვითონ 48 6-ზეც იყოფა. ესე იგი ესეც არ აკმაყოფილებს. ესეც გამოირიცხა. სულ ყველა დარჩა 36. 36 დარჩა. ეხლა 36 შეიძლება 8-ჯერ 36-ად წარმოვადგინოთ. 36 უდრის 36 არა 288 უდრის 8-ჯერ 36. კი ბატონო 288 8-ზეც იყოფა 36-ზეც იყოფა და 36-ის ჯერად 36-ისა და 8-ის საერთო ჯერადი 8-ზე უნდა იყოფოდეს, მაგრამ 36-ის ჯერადებია 36 2-ჯერ 36 3-ჯერ 36 და ასე შემდეგ. აი ამათი ჯერადი 8-ზე არ იყოფა, თვითონ 36 არ იყოფა 8-ზე. დამთავრდა 36 თუ არის ერთი რიცხვი, მეორე არ იყოფა. ესე იგი ეს არის პასუხი 36 და გამოირიცხა. გამოირიცხა სულ ყველა და დარჩა ეს შეგვეძლო ბეზე აღარც გევარჯიშა, იმიტომ რომ სულ ყველა გამოვრიცხეთ. ასე რომ ველი კომენტარებს და კიდე რა საკითხები ამოხსნათ. მალე დავამთავრებ ამ 2021 წლის პირველ ვარიანტს და სავარაუდოდ 23 ან 24 წელს გავაგრძელებ კიდევ. მომავალ შეხვედრამდე წარმატებებს გესურვებთ.